როცა ვნახულობ ადამიანის რუკაში სატურნი არის ყველგან ჩართული, შეიძლება ან ნერვოზული ფონი განვითარდეს, თუ ჩარჩოს ვერ ხედავს, თუ სტრუქტურას ვერ ხედავს ადამიანი. და თუ სოციალური რაღაც როლი არა აქვს, ხო, იმიტომ რომ იქაც უნდა იყოს, თავს როლი უნდა კონდეს განსაზღვრული. აი ეს უნდა ვიცოდე რას ვაკეთებ, რატო ვაკეთებ და თუ შიგნით არ არის სტრუქტურა, ობსესი, მჭირდება და კომპულსი მერე, ხო თქვათ. აი ესეთი მიმართულება ხა ასტროფსიქოლოგიურად სატურნული ენერგია ეს ობსესურ კომპულსური ფსიქოტიპი არის, მოდი ესე ვთქვათ. არ არის აუცილებელი ხაშულობაში გადავიდეს, მაგრამ ყველგან წესრიგი მინდა. დინამიკა ეგ. ყველგან სტრუქტურა უნდა იყოს. თუ ხა ძალიან დაზიანებულიც არის ხოლმე უკვე სატურნული ენერგია. მე ვარ გაშიშებული ვარ მოუქნელი, უცებ სწრაფად რომ რაღაცა შეიცვალოს, რასაც ურანელი მაგალითად წამში შეცვლის. სატურნიანელისთვის ძალიან რთულია მოერგოს ამ გარემოს. სატურნიანელის შემთხვევაში ეს არის ტრამვის ძალიან დიდ ხანს დამახსოვრება, რომელიც ძალიან დიდ ხანს დროში გაწერილად შეუძლია სტაბილურობაც კონდეს, მაგრამ ნეგატიური პროცესიც კონდეს. ფსიქოლოგიურ ენაზე აი ამ წესრიგის მოთხოვნილებას როგორ ვაიდენტიფიცირებთ და მე როგორ შველით. ხო, აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ენერგია, რთული დინამიკაა ფსიქოლოგიურადაც სატურნიანული პროცესი, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი, არ არის მოქნილი. არის რიგიდულობა, არის სიხისტე, არის ხშირად დესპოტიზმი. ფროიდი იტყოდა რომ ეს არის დამსჭელი დესპოტური სუპერეგოს ინსტანცია ფსიქიკაში. სუპერეგოს ვეძახით სატურნს. სუპერეგო, ხო, ძირითადად იდეალები, ავტორიტეტები, წესები, სტრუქტურა, ფორმალური ჩარჩოები, სოციალური წესრიგი. უჭირს ცვლილებებთან ადაპტაცია, ახალი გამოცდილების მიღება და მე ამ ახალი გამოცდილების ასიმილაცია და რატო? ამის უკან რა დგას შიში? შიში გავიდეს ამ ჩარჩოებს მიიღმა. ჩარჩოებიდან კი, სტრუქტურა. შიში ხო გავიდეს და ესე ვთქვათ, ცხოვრებისეულ გამოცდილებებს და შეხვდეს ახლებურად და არ გააკეთოს ის, რაც აკეთებდა გუშინ წინ, იმის წინ. მათ ერთი საკმაოდ ძლიერი ნაწილი ცნობიერების არის კრიტიკული ხმა, რომელიც მუდმივად ეუბნება, რომ ეს რაღაც არასაკმარისია, ეს არ არის ისეთი როგორც ისე არ არის გაკეთებული როგორც უნდა და არასდროს არ არის მაგლიერება საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად სხვების მიმართაც და საბოლოო ჯამში სატურნი მიდის შიშებზე, რატომაც უჭირს ხო ცვლილება არის რომ დაკარგოს სტატუს quo. აი ის მატერიაში ის როლი რაც მას აქვს. სუპერეგოს დაკარგვის შიში. მისი პიროვნული ავტორიტეტის, საკუთარი თავის პატივისცემის, საკუთარი სოციალური როლის